მან მკითხა იქ ვიყავი თუ არა და მითხრა სიტუაციას დააკვირდი და როდესაც მოახერხებ მაშინ მოკალიო. ეს ფარული ჩანაწერი მკვლელობის შემკვეთს და პოტენციურ შემსრულებელს ამხელს. მოსმენილიდან დგინდება, რომ მკვლელობის შემკვეთი საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვია. შემსრულებელი 18 წლის ბიჭი, სამიზნეკი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები მამაკაცი. დადგენილია მოტივიც, გამოძიების ცნობით კრიმინალურმა ავტორიტეტმა ხორცის მაღაზიის მფლობელის მკვლელობა მოთხოვნილი 200,000 ამერიკული დოლარის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ შეუკვეთა. 19 ოქტომბერს დავბრუნდი. ერთი კვირაა 15 დღე გავიდა და დამიკავშირდა ელმურაზი, რომ კაბალში უნდა წახვიდეო. რატომ უნდა წახვიდეო? კაცი უნდა მოკლაო. ვინ არის ის კაცი, რას საქმიანობს? არ ვიცი ვინ არის, მაგრამ როგორც ამბობენ, მაღალი კაცია და ხორცის მაღაზია აქვს. რატომ გთხოვდა მის მოკლას? თურქეთში რომ დამეხმარა, იმის სამაგიეროდ მთხოვდა. თუ არ შეესრულებდი? მეუბნებოდა ცუდად წაგივა საქმეო. 18 წლის ბიჭმა დავალება ვერ შეასრულა ის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების პროცესში. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვატარების ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით. ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება. თავად კრიმინალურ ავტორიტეტს კი ბოლო რამდენიმე თვეში წარდგენილი სხვადასხვა ბრალის მსგავსად მკვლელობის შეკვეთის ეს ბრალდებაც დაუსწრებლად წარედგინა. კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ მიმალვაში იმყოფება. სამართალდამცავი უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მისი დაკავებისა და მართლმსაჯულების წინაშე დროულად წარდგენის მიზნით, რისთვისაც ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული მოქმედებები. დაკავებულის სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები ამოიღეს. დანაშაულში მისი მონაწილეობა კი სხვა მტკიცებულებებთან ერთად მისი მობილური ტელეფონის დათვალიერებითაც დასტურდება. ახლა მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.